ერთმა დაგლოცოთ, გაგახმოთ, გაგაზიაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ეს არის დღესასწაული, როგორც ყოველ დღე ეკლესიაში. ყოველი დღე ეკლესიაში დღესასწაულია მოგხსენებათ. ეკლესიაში სულ ზეიმია ყოველთვის. ყოველი დღე არის დღესასწაული. იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს ჩვენ არ ვეძებთ დედამიწაზე მოქალაქეობას ჩვენი მოქალაქეობა არის ზეცაში და ზეცაში ყოველთვის ზეიმია ეკლესია. ორი ნაწილისგან შედგება ეს არის მებრძოლი ეკლესია, რომელიც დედამიწაზე და რომელსაც ბოროტი ებრძვის გააფრთხებით და ძირითადი იარაღი ბოროტის არის ცილის სამება ეკლესიის და მისი მსახურების ღვთისმსახურების მიმართ და ასევე დევნა მისი ხოცვაჟლეტა ქრისტიანების ეს მისი ხელობა ბოროტის სულის და არის ეკლესია მუზეუმი, რომელიც არის ზეცაში, ანუ გამარჯვებული ეკლესია, რომელიც შედგება ცხონებული ადამიანებისგან, ანგელოზებისგან და თავად უფლისაგან და დედაღვთისმშობლისგან და ყოვლადწმინდა საერთისგან და დედაღვთისმშობლისგან. ამიტომ ყოველი დღე ეკლესიაში ზეიმია კეთილის გამარჯვებისა ბოლოდებას. ერთმა დაგლოცოთ, ეს არის სენეპა ნეტარი ავგუსტინეს, ეს ძალიან დიდი მღვდელმთავარი, საოცარი დიდი მღვდელმთავარი, რომელიც მოღვაწეობდა ადრეულ შუა საუკუნეებში და რომელიც იყო იპონიის ეპისკოპოსი. ეს ადამიანი თავიდან არ იყო ქრისტიანი, მაგრამ მისი დედის დიდი მონიკას, წმინდა მონიკას ლოცვით ის დადგა სარწმუნოების გზაზე, გაძლიერდა ცოდვები, რომელიც მას ჰქონდა და გახდა უდიდესი მღვდელმთავარი მსოფლიო ეკლესიის მასწავლებელი. მოგეხსენებათ. ის ძალიან უყვარს როგორც აღმოსავლეთის ეკლესიას, ისევე დასავლეთის ეკლესიას. ის ძალიან უყვარს მართლმადიდებელ ეკლესიას, საოცარი პატრის მიანის. ნეტარი ავგუსტინე იყო მან უამრავი მემკვიდრეობა დატოვა ლიტერატურაზე, საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა. დედამიწაზე ეკლესიას დაუტოვა. შემდეგ მას არ დაუჯერეს თავისი ქვეყნის მაცხოვრებლებმა, ხელისუფლებამ და ასე შემდეგ და ამის გამო ის ქალაქი განადგურდა და დღეს ჩვენ ვევედრებით ნეტარ ავგუსტინეს, რომ მისი ლოცვით უფალმა და დედაღვთისმშობლებმა მოიყვანოს ეკლესიაში ჩვენი ხალხი, ეკლესიური აზროვნება მიცეს, ეკლესიური განჟა მიცეს, სულიერი განჟა. წმინდა მეუბნება რომ თავარია სულიერი განჟა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს. ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს, აი მე ვაკრასო. ჩვენ ხალხს უფალმა მიცეს ქრისტეს გონება, სულიერი აზროვნების უნარი, სულიერი აზროვნება სულის მიტის მადლის მიხედვით მოქმედება და მშენებლობა. კიდევ ერთხელ მიზიარებთ ჩვენ წუხარებას. ოჯახებისას, რომლებიც ძალიან დიდი განსასწრების დროს გარდაიცვალა. წყალდიდობა თბილისში. ძალიან დიდი ტრაგედია, მოუვარდაუცემ წყალი რამდენი ხალხი გარდაიცვალა. ვიზიარებთ მათ წუხარებას, დიდია მათი წუხარება. თქვენი სიტუაცია ძალიან კარგი ახალგაზრდა ადამიანი უდლიშვილი მამა გიორგიჩევის და ყველა ის გარდაიცვალა ძალიან დიდ წუხარებას გამოთქვათ მათთან დაკავშირებით. ასევე უდიდეს მადლობას ვუხდით იმ ახალგაზრდობას, იმ ხალხს, ასევე ჩვენ მთავრობას და მხედრობას, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გაწიეს
ეს ალაგებული იყოს ყველაფერი და მადლობა გვეცალისთვის საოცარი ერთიანობა გამოვლინა და კიდევ ერთხელ ჩვენ შევეხოთ მიზეზებს აი ამ ფაქტისას, რომელსაც ქვია ერთზემოწამული განსასწრელი იყო ძალიან დიდი. გამოცდა იყო ჩვენი ხალხის როგორც პატრიარქი ბრძანებს და კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ ფაქტს და ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოვლენიდან, ყოველი სიტუაციიდან შენ ეს იყო შენთვის განკვეთილი და გამოვიტანე იქიდან სული დასკვნები. ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაზე დაწერილია წიგნი, რომელსაც ქვია ბიბლია, განსაკუთრებით ძველი ართო. ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობაზე, ერთსა და ღმერთს შორის ურთიერთობაზე. ეს არის საოცარი წიგნი. აქ არის აღწერილი მოხსენებად, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ მოხდა წარღვნა დედამიწაზე აი ამ საშინელი წოდების გამო. როგორ მოხდა შემდეგ სოდომ და გომორის დაქცევა იგივე საშინელი წოდების გამო, რომელსაც სოდომის სოფლა ქვია და სხვა განსასწრებელი არის მოხდა დედამიწაზე რა საოცრად რომელიც აი აღწერილია ბიბლიაში. აი მაგალითად ეგვიპტეში საშინელი საჭიროება მოულინა ღმერთმა ეგვიპტელებს იმის გამო რომ ეგვიპტელები არ უშვებდნენ ებრაელებს ბორცვულ ხალხს ეგვიპტიდან რომ თავიანთი ღმერთისთვის ამსახურებდნენ. ოსე გაუსახუროთ უფალმა ეგვიპტიდან ერი მონობიდან ერი გამოეყვანა. არ უშვებდნენ ისინი და უამრავი საჭირო მოულინა ღმერთმა. წყალის ისკლატუცია კალიამ გადაჭამა ყველაფერი. მოგეხსენებათ დაეყოცა საქონელი დაბნელდა რამოდენიმე დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად ბნელი იყო ეგვიპტის ქვეყანაში. შემოასიათ ასასნაირი ქვეწარმავლები გომბეშვების ოჯახია და მაინც არ ისწავლეს ეგვიპტელებმა. ჭკუად არ შეინანეს და არ გამოუშვეს ისახურება. ებრაელი ხალხი არ გაუშვეს. ღვთის სამსახურად თავისუფლება მიანიჭეს. მაშინ უფალმა მათ ძალიან მძიმე საშინელი მოუვიდა. ყველა უფროსი შვილი პირმშობ რასაც ქვია, უფროსი ბიჭი დაბადებული ყველა გაუწყვიტა და მაშინ კი იკადრეს მწერლებმა და რა მარტო გამოუშვეს არამედ ძალიგავარეს ებრაელები თავისი ქვეყნიდან და რა მარტო გაუშვეს და გაყარეს არამედ გარკვეული დიდი სიმდიდრეც მიცეს მათ ოღონდ წავით აქედან აი ესე დასაჯა ღმერთმა საშინლად ის ხალხი რომლებიც სიწმინდეს და ღვთისმსახურებას ეწინააღმდეგებოდნენ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისტორიული ფაქტია და თქვენი სიტყვები გამოეკიდეთ ეგვიპტელები მათ თქვენს აი როგორ გავუშვით ოკაცო ახლა ეს ხალხი ეს საშინელი ბუნებრივი მოვლენა იყო რა შუაში აქ ღმერთის საშინელი აი ზუსტად ისე შეგვიძლია ის ეგვიპტელი ქურუმები ეგვიპტელი ფარაონი როგორც დღევანდელი მოდერნისტები და ასე ვთქვათ ათეისტური მიმდინარეობის ხალხი მსჯელობს რომ ეს იყო ბუნებრივი მოვლენა აქ არაფერი შუაში არ არის ღმერთის საშინელი და ღმერთის რისხვა ასე მსჯელობდნენ ისინი გაწყდა მთელი ეგვიპტე უამრავი განსასწრელი მოევლინა მათ და ამბობდნენ რომ ეს ღმერთის საშინელი კი არ არის ბუნებრივი მოვლენა არის მათი ქურუმები და ფარაონი რატო? რა თქმა უნდა ხდებოდნენ ამას ყველაფერს ისი არ იყო როგორც ისინი ამბობდნენ მაგრამ მათ ამოძრავებდათ ერთი საოცარი რამ არ უნდათ მონების გაშვება ანუ თავიანთი პირადი კეთილდღეობის გამო ისინი არ უშვებდნენ მონებს რომლებიც უფასო მუშახელი იყო ეგვიპტეში და თავიანთი პირადი კეთილდღეობის გამო თვალს უჭავდნენ ამ საშინელ რეალობაზე აი ეს არის საოცარი და დღევანდელ სიტუაციას იგივე გავს ეს რომ არ დაინახოს გარკვეულმა ნაწილმა მცირე ნაწილმა ღვთისმადლი ჩვენი ხალხისა რომ ის იზრდება ცოდვისათვის იმიტომ არ უნდა რომ გამოვასწორონ ცოდვა ურჩევნია ცოდვაში ყოფნა
ცოლვაში ყოფნა უშენო. რო არ გამოასწორებდა ეს ყველაფერი, ამიტომ თვალს ხუჭავენ ღვთის ზარშელზე და როგორც ის ძველი ეგვიპტელი ამბობდნენ, ეს ბუნებრივი მოვლენებია რაშუაშია. მოსეო და რაშუაშია ღმერთიო, ამბობენ ეს არის ბუნებრივი მოვლენა. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რაშუაშია ჩვენი საშენი, ჩვენ რა გავაკეთეთ ისეთი. აი ეს ამჟამობდნენ ის ეგვიპტელები და თქვენი ცით რა დაემართათ მათ. შემდეგ ისინი გამოეკიდნენ ებრაელებს, რომლებიც გაიყვანა უფალმა, იმის შემდეგ რაც ყველა უფროსი ბიჭები გაუხოცა პირმშოები და თქვენს ეს როგორ შეგვეშალოთ, რაზე გაუშვით ეს უფასო მუშახელი, აი ეს გარყვნილი გონება, ათეისტური გონება, ურწყურო გონება, კერთაყვანისებური გონება. რა გონია თქვენი კერთაყვანისებური მაშინ მომდო? დღესაც არის კერთაყვანისებური, რა არის კერთაყვანისებური? კერპი ჯერ ადამიანის სულში იბადება. და მერე ის გადის გარეთ. აი რას ნიშნავს ეს? აი მაგალითად ადამიანი ძალიან მიდრეკილია მუშობისკენ, ან საზოგადოება, ან კაცობრიობის ნაწილი. ძალიან უყვარს მუშობა, გარყვნილება, გათახსირება, მაშინ ის ქმნის კერპს და არქმევს სახელს, აი ესე დაარქვეს. ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა შესაბამისად აფროდიტე და ვენერა. გარყვნილების ქალღმერთი. რატომ? ძალიან უყვართ გარყვნილება. მათთვის ეს იყო ცხოვრების ძირითადი მიზანი და აბნენ და ეს ყველაფერი რომ გაემართლებიათ, გამოაკანდა კეჭვირას ქალი, გარეგნობით ესეთი გარყვნილი ქალი და თქვენს რომ აბატონო ეს არის ჩვენი ღმერთიო და რა ვქნათ ახლა ეს გვეუბნება გაკეთდეს. ეს არის მფარველიო გარყვნილების. ანუ კერპი შიგნიდან გავიდა გარეთ, ყოა მატერიალური განსხვავება და იმ საშინელი ცოდვის გამართლება ვითომ რაც მათ უნდათ. ანალოგიური არის ვისაც უყვარდა ძველ ეგვიპტეში გაქვია საბერძნეთში და ასე შემდეგ. იმ რეგიონში ძალიან დიდი თქვა ლოთობა, გარყვნილება, ორგიები, მათ შექმნეს ესეთი კერპი, რომელსაც ქვია ბაქხოსი, დიონისი, აპოლონისი და დაარქვეს მათ ეს სახელი და აჰა იყო ეს აპოლონის რა ქვია დიონისეს კერპი, ეს ბაქხოსი რაც ქვია ჯანდაბა და ოხრობა და დღე-დღე გარყვნილებდნენ მის წინაშე და ამბობდნენ რომ ჩვენ რაშუაში ვართ. აი ეს სიტყვის მაგას. ანუ თვითონ რაც უნდათ ის განასახიერეს, განასხეულეს მატერიალური ხორცი შეასხეს, ანუ რა ქვის კერპი შექმნეს და ამბობდნენ რომ ჩვენ იმას კი არ ამბობდნენ რომ ჩვენ გვინდაო. აი ეს არისო კაცო ღმერთიაო ისო და ის გვავალებს ამასო და ჩვენ მიდოვაკეთებთ. აი ესეთი სიტუაცია და აი დღესაც საქართველოში და სამწუხაროდ მსოფლიოში გარკვეული ნაწილი ადამიანების ქმნიან კერპს თავის შინაგანი მდგომარეობიდან. კერპს ქმნიან და ემონებიან მას, ესეთია ეს უფლებათა ქარტია რო ქვია, როგორ კაცო გარყვნილება უნდა ეხლა ადამიანებს. საშინელი გარყვნილება, სოდომიზაცია, მამათმავლობა, ჰომოსექსუალიზმი, დედათმავლობა, ტრანსგენდერობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ენით უთქმელი გარყვნილებები და აჰა შექმნეს კერპი, კანონი, ის კანონია კერპი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი, როგორ კაცო, რას ქვია, ეს არის ადამიანის უფლება, მოთხოვნილება, ეს არაა ქვია შენ უგზავნო ადამიანს, ეს იმას უნდა შენ მიკითხავს. აი ესეთი სიტუაცია დღესაც და ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ძველიდან იღებს სათავეს. და აი ამ საშინელი ცოდვების გამო იჯება კაცობრიობა და დიდი საშენი თქვენ მოგესალმებით იყო წარღვნა ნოეს დროს და შემდეგ მოგესალმებით იყო სოდომ გომორის დაწვა და შემდეგ აი ამ საშინელი ცოდვების გამო იყო ეგვიპტე. ეგვიპტე ალბათ კიდევ უფრო ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ეგვიპტეში ის გარყვნილი ხალხი, საშინელი კერპტაყვანისებრები, რომელსაც ეხლა ვილაპარაკეთ, ისინი არათუ თვითონ ჩადიოდნენ მარტო აი ამ საშინელ ცოდვებს, მათ არ უნდოდათ, რომ მათ შორის ყოფილიყო სიწმინდე. და აი ებრაელი ხალხი, რომელიც აი ამ საშინელი სისაძაგლის გამო შემკურე იტანჯებოდა, მათ არ უნდოდათ, რომ ისინი გაეშვათ. არ უნდოდათ ისინი გაეშვათ, ისინი უნდათ ყოფილიყვნენ მათი მონები და თავის შუაზე ეტარებია და აი ამის გამო ღმერთმა საშინელი საჟელი მომკინა, როგორც გითხარით, ჩამოთვალეთ ის საშინელი საჟელები ბიბლიას ვინც კითხულობს, შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს ყველაფერი.
რა დაემართა შემდეგ, გამოიგიდნენ როგორც ვთქვით, ებრაელებს ეგვიპტელები, მოსემ გაატარა ღვთისმადლით ღმერთმა შუაზე გამოწითელი ზღვა, მეწამული ზღვა და გაიარეს ებრაელებმა მათში, ხოლო ეგვიპტელები ეს ლაშქარი, რომელიც ჭკუადაგებული ხალხი შევიდნენ ამ ამობუქრებულ ორად გაყოფილ ზღვაში და შეკრას ვამპირი და ისე დახოსა სულ. ეს ფაქტია რეალური, ისევე როგორც მოვესკიდოვანი და სოდომ გომორა. მოვესკიდოვანი შეუძლია ადამიანს ნახოს სავითეს არარატის მთაზე, უამრავი დოკუმენტური მასალა მაგას და ვიზუალურად შეუძლია ნახოს, როგორ არის მიწაში ის დიდი გემი ჩარჩენილი. შეუძლია სოდომ გომორი დაათვალიეროს პალესტინას ჩავიდეს, როგორ არის დანგრეული სახლები და ასე შემდეგ. გოგირდის წვეთები დახვრეტილი მთლიანად. ის პარიზმა როგორ არის, რომელშიც ადამიანი არიზება, არაფერი შეიარესდება და არ ცხოვრობს და ასევე თქვენ იცით, რომ და ასევე თქვენ მოგეხსენებათ, რომ ის ფაქტი, რომ ღმერთმა ჩაძირა ეგვიპტელების ზღვაში, მათ ზღვა დაამხო თავზე, დღევანდელი ეგვიპტური არქეოლოგია ამას ყველაფერს ადასტურებს. თქვენ იცით ალბათ, ძალიან უყვარს ჩვენთან სოციალური ქსელები, შედი ჭკილი და ნახეთ, რამდენი ექსპედიცია იყო იქ, რამდენი ჩავიდა ზღვის ფსკერზე და რამდენი ამოიღეს ზღვის ფსკერიდან, მეწამული ზღვის ფსკერიდან, ზუსტად იმ ადგილიდან. ადამიანთა ჩონჩხები, მუზარადები, ხმლები, შუბები, מחვილები, ხანჯლები და ჯავშანი და რა არის მაშინ აცემოს ადამიანებს და ეს საომარი ეტლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი ისტორიულად დასტურდება, ფაქტია ეს არქეოლოგიით და სხვა სამეცნიერო გამოკვლევებით. ეს ყველაფერი აღწერილია ძველ აღთქმაში. და ამიტომ ახლა ძველი აღთქმა არის ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობის ისტორია. ადამიანსა და სახელმწიფოსა და ერთ შორის და ღმერთს შორის ურთიერთობის ისტორია, რომელიც აჩვენებს იმას, რომ თუ პიროვნებამ ადამიანმა ან ერმა ჩაიდინა ცოდვა ის აუშილება თვთისაგან ისჯება და ეს ყველაფერი აღწერილია ძველ აღთქმაში. ძველი აღთქმა არის პირველ ყოვლისა დიდი ისტორიული წიგნი. არა მარტო საწინასწარმეტყველო, არა მარტო ჟურნალებითი, არამედ პირველ ყოვლისა ისტორიული წიგნია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და თუ ის არ მოიქცევა ისე როგორც ღმერთს უნდა, როგორ რისხვა ატყდება მათ თავზე. დავით აღმაშენებელი ასეთი უდიდესი მეფე, ქართველი, თქვენ იცით ის, რომ წაიკითხოთ მისი ისტორიკოსის ნაწარმოები, დავითის ცხოვრება აღმაშენებლის. წერს, რომ დავით აღმაშენებელი ძალიან ღრმად სწავლობდა ისტორიას, რომ არ შეედინა იგივე შესრულები, რაც წინაპრებმა და ისტორიულად სხვა ქვეყნებმა და მმართველებმა ჩაიდინეს, რომ იგივე ორმოში მეორეთად ჩავარდნილო. აი ესე დაიწერა, ამიტომ ძველი აღთქმა ადამიანების გასაფრთხილებლად, რომ ჩვენ არ ჩავარდეთ იგივე ორმოში, რაც ჩვენი წინაპრები და რაც ჩვენი აი კაცობრიობის ისტორიულად წარსულში მყოფი ადამიანები ჩავარდნენ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს უდიდესი ჭკუის სასწავლებელი წიგნია პირველ ყოვლისა, უდიდესი სამოძღვრო და ამიტომ მას ებრძვის ეშმაკი. ათეისტების აშილად ებრძვიან ძველ აღთქმას. აი ხა თქვენ მოისმენთ ალბათ. აი ეს კატაკლიზმები რომ მოხდა საქართველოში, თბილისში, ამბობდნენ ესეთ რამეს. რაო კაცო ესო ბუნებრივი მოვლენა არის. ესო რა არის ახლა? ჩვეულებრივი ამან მოხდა. ბუნებრივი მოვლენა რა შუაში აქვს ის სხვა და რამე. და როცა იგივე ვაიცარ ძველი აღთქმა, როგორც ის ღმერთი უფალი როგორც ის აი ამ წოდების გამო ისინი ამბობდნენ. იმეორებდნენ პროტესტანტ რეფორმატორულ სულისკვეთებას, მათ სიტყვებს, რომ ძველი აღთქმა ეს არ არის დასაჩერებელი, ახლა ახალი აღთქმის პერიოდია და ძველი აღთქმა ძველად იყო და ახლა ის აღარ არის ღირებული აბსოლუტურად და ის რაც მაშინ იყო, ახლა უკვე აღარ არის ანგარიშგასაწევი. ეს არის უდიდესი შეცდომა. ძალიან მძიმე შეცდომა მოგესალმებათ თქვენ და თქვენ მოგესალმებათ, რომ აი მაცხოვრის საოცარი სიტყვები მე უშინას გესაუბრეთ თქვენ ამასთან დაკავშირებით. უფალი ამბობს, რომ ძველი აღთქმა ეს არის სამოძღვრო. თვითონ უფალი როგორ ძველ აღთქმაზე როგორ აკეთებს საოცარ დაყრდნობა, საოცარ მინიშნებებს, ეუბნება ებრაელებს,
იუდეველებს რომ თუ თქვენ არ გწამთ ძველი ათმა, თუ თქვენ არ გწამთ მოსეს წერილი, მაშინ ვერ ჩემსაც იწამებთ. იმიტომ რომ მოსემ ჩემთვის დაწერა. ანუ ვისაც არ წამს და არ ჯერა ძველი ათმის შეშმარიტება და ვინც ის არ იზიარებს მას როგორც 60 წიგნს, მას არ ჯერა ახალი ათმა და ფაქტობრივად ისაც არის ქრისტიანი და ვერც ვერასოდეს ვერ მიხვდება ვინ არის ქრისტე. და აი ერთი ადგილი მინდა წაგიკითხო თქვენ მე იოანეს ახარებიდან ეს არის იოანეს ახარების მეათე თავი, როდესაც უფალი ეუბნება ებრაელებს, რომ მე და მამა ერთ ვართ, როცა ის ამბობს, რომ ის არის ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასი, მამის თანასწორი, მაშინ წერია, ნახეთ, მაშინ იუდეველებმა ყავქრებს დასტაცეს ხელი მის ჩასაკობად, მიუგო მათ იესო, მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ თქვენ მამისა ჩემისადმი, რომელი მათგანისათვის მიპირებ ჩაქოლას, იუგებს იუდეველებმა და თქვენს კეთილი საქმისათვის კი არ ჩაქოლავთ, არამედ ღვთის გმობისათვის, ვინაიდან კაცი ხარ შენ და ღმერთად კი მოგაქვს თავი. მიუგო მათ იესომ და თქვა, უთხრა, განა თქვენ ჟურში არ გიწერიათ, მე ვთქვი ღმერთების ამე ხართ, თქვენ იცით ეს ფსალმოში მე-11 კანონში, როცა უფალი ამბობს ღმერთი, მე ვთქვი ღმერთის ამე ხართ და შვილი მამლისანი თქვენ ყოველნიო. თქვენ ჟურში არ წერია ყველასო, ხოლო თუ ღმერთი უწოდა მათ ვისა მიმართაც იყო უფლის სიტყვა და მერე უფალი ამბობს, ხოლო წერილი დაურღვეველია. წერილი დაურღვეველი, ანუ უფალი აქ ხას უსვამს, რომ წერილი, წმინდა წერილი ბიბლია ჭეშმარიტებაა. მას ვინც წმინდა ხომ უნდა მოავლინა მოგხმათებულებით ღმერთს არ მომწოლა გიქვი მე ვარ წერტისა. აი უფალი ის რომ აჩვენოს რომ თვითონ არის ზეპტისა და ყოვლადწმინდა მეორე სამების მეორე იპოსტასიზე, ის ველათმაზე აკეთებს დახმებას და ამბობს რომ ძველი ათმა არის ჭეშმარიტება. ასევე თქვენ მოგეხსენებათ აი პავლე მოციქულის საოცარ სიტყვებს ამბობთ. ეს საოცარ სიტყვებს ამბობს პავლე მოციქული. ამბობს ესეთ რამეს რომ ყოველი წერილი, ნახეთ, რას ეუბნება ტიმოთეს. ეგეც არ იყოს ტიმოთეს ეუბნება სიყრმიდანვე იცნობ საფრთხო წერილს, რომელსაც ძალა შენი გაბრძნობა, რათა ცხოვრდეთ წმენით ქრისტე იესოში. აი რა საოცარ სიტყვებს ეუბნება რაცო. სიყრმიდანვე ტიმოთე რომ პატარა იყო, წარმოიდგინეთ, რომ მაშინ ფაქტობრივად ეს არის ის პერიოდი, როცა მოციქულებს ჯერ კიდე არ დაუწერია წერილობით ახალი არტება. ჯერ კიდე არ დაუწერიათ, ისინი ბოლოს წერილს გადაგებდნენ. და ასე უნება მით უმეტეს ტიმოთეს სიყრმიდან. ეგეც არ იყოს სიყრმიდან იცნობ საფრთხო წერილს, რომელსაც ზაფხულშენი გაბრძნობას, ძველად მას ლაპარაკი, რათა ცხოვრდეთ წმენით ქრისტე იესოში. ანუ ძველი ათქმის ღრმად გაცნობა ქრისტეს დიდ წმენას აძლევს ქრისტეს სარწმუნოებაში. ეს არის ცხოვრების, აი ნახე, რათა ცხოვრდეთ წმენით იესო ქრისტეში. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ შენ ცხოვრდე ძველი ათქმის ღრმად გაცნობა. მთელი წერილი ტიმოთე ამბობს, ტიმოთეს მიმართ პავლე მოციქული, მთელი წერილი ღმრთისმსულიერია და სამოძღვრებელად, სამხილებელად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად. რათა სულთნილი იყოს ღმერთის კაცი, ყოველი კეთილი საქმე აღსასრულებლად გამზადებული არის. საოცარია პავლე მოციქულის შეგონება, როგორ ამბობს ის საფრთხო წერილზე, რომ საფრთხო წერილი აუცილებელი პირობა, რომ ადამიანი ცხოვრდეს ქრისტე იესოში, ძველი ათქმა. და მთელი წერილი აბსოლუტურად ღვთისმსულიერია, სამოძღვრებლად, სამხილებელად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად, რათა სრულული იყოს ღვთის კაცი ყოველი კეთილი საქმის ასრულებისათვის გამზადებული. ანუ ძველი ათქმა ის არის საშუალება, რომ მიხვდე შენ ვინ არის ქრისტე. მოციქულები გადადიოდნენ და სინაგოგაში გადაგებდნენ ებრაელებისთვის რომ ეკადაგა, ისინი ძველ ათქმაზე გადაგებდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ წაიკითხეთ თქვენი წერილი, მოსეს ჟური, წინასწარმეტყველება და ყველა წერილი ძველი ათქმისა. შიგნით წერია ვინ არის იესო ქრისტე. შიგნით წერია რომ იესო არის ზეპტისა, ღმერთი განკაცებული სამყარო შემოქმედი. ანუ ქრისტეს პიროვნება ახსნილია ძველ ათქმაში და ვინც იტყვის რომ ძველი ათქმა ის არც არის ქრისტიანი რა თქმა უნდა. არ არის ქრისტიანი. და აი რას ამბობს ძველი ათქმა, მე მინდა ეხლა საოცარი სიტყვები წაგიკითხოთ. საოცარი სიტყვები წაგიკითხოთ ძველი ათქმის შესახებ. რა საოცარ სიტყვებს ამბობს ძველი ათქმის შესახებ, აი ამბობენ ესე რომ
ჩვენ ბუნებრივი მოვლენა არისო და ერთი რაშუაშია და ერთი ჩვენ ძალიან უყვართ და ჩვენ როგორ მოვლენებს აღშეცო. ეს არის ათეიზმი, როგორც გუშინ გითხარით, ეს არის ღვთისმოძღვრება, იმიტომ რომ ყველაფერი ღვთის შექმნილია, ერთი ყველაფერს აკონტროლებს. ღვთისნების გარეშე თმის ღერი არ ჩამოვარდება თავიდან და წმინდა წერილი არის ღვთისგან სულიერი, ღვთისგან დაწერილი ძველი და ახალი ართმის მერტი ერთი და იგივე. ეს არის ყველა წმინდა საემა, მამა, ძედა, სულიწმინდა, რომელიც ზეღმერთი მოვიდა სიტყვა ღვთისა და განკაცდა. ის ვინც ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტიდან, გაუყო ზღვა და შეიყვანა ისრაელში. ეს ის ღმერთია, რომელმაც ხოცი შეიცვალა დედამიწაზე მოვიდა, რომელიც ეუბნება, როგორც გუშინ ვისაუბრეთ, ლუკას სახარების მე-13 თავში, თუ არ შეინანებთო, როგორც პილატემ დახოცა ის ხალხი და დაიღუპა ის ხალხი, ისე დაიხოცებით თქვენ ყველა. თუ არ შეინანებთო და არ მოიქცევითო, როგორც გოდოლი წაიქცა და ამდენი ხალხი გაჟნეთ, ისე მოგიგოთ თქვენ სულას. აი ეს არის ამიტომ აი მე თქვენ წაგიკითხავთ, ამიტომ აუცილებელია წმინდა წერილის ღრმად შესწავლა და რატო ებრძვიან წმინდა წერილს ძველ აღთქმას, რატომ ამბობენ ის გარკვეული ხალხი, ლიბერალებს ეძახიან, მოდერნისტებს და ათეისტებს ფაქტიურად. რატომ? იმიტომ რომ წმინდა წერილი არის ისტორიული ფაქტობრივი მტკიცება იმის შესახებ, რომ ცოდვის შედეგი არის სიკვდილი. რომ ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, როგორც პავლე მოციქულმა სახალხოში. და აი მე თქვენ წაგიკითხავთ ეს, რასაც სიტყვებს წერია ძველ აღთქმაში. აი რას ამბობს? თუ ივლი ჩემ წესებსა და დაიცავ ჩემ ცნებებს და შეასრულებთ მათ, ანუ უფალი ეუბნება თუ ჩემ წესებზე ივლითო, რა მოხდება, თუ დამიჯერებთ. თავის დროზე მოგცემ წვიმას და მიწაც მოგცემ თავის მოსავალს. მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ. რთველი თესვაზე ადრე ზღომაზე შეშჩამ თქვენ პურს, თქვენ ქვეყანაში შვიდად იცხოვრებთ, თუ დამიჯერებთ. შვიდობა ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი მიწისაგან ამკვი სასტიკ ხეცებს და მახვილი არ გაიგრძნობა ქვეყანაზე, თუ დამიჯერებთ. ეს არის ლევიანი 26 თავი. 100 გარეკავს 5 თქვენგან და 100 თქვენგანი 10,000 გარეკავს. მახვილი დაეცემიან თქვენი მტრები თქვენ წინაშე. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით. გაგამრავლებთ და შევასრულებთ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. შეჭამთ ძველი სველს და ახალი წინაშე გამოითავთ სველს. ანუ ისეთი ვარაკები იქნებათ, რომ ძველი მოსავალი ჯერ კიდე შეჭამული არ იქნებათ დამთავრებულია. ახალი მოგისმენთ და აი ამ ძველი წინაშე ახალს გამოითავთ. ჩემ სავანეს დავიდებ თქვენ შორის და არ შეგიზიზღებთ თქვენ ჩემი სული. აი საოცარია თუნდაც შეუძლია. ვერ შეისუსოს. ვერ ცოდვეზის ადამიანია. ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემიერი იქნებით. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად დარჩენილიყავით. დაუწყვიტეთ თქვენი უღლის ამბეურები და შემართული წამოგიყვანეთ. აი ეს თუ დამიჯერებთ, აი ასე დიდ მადლს და დიდ სიკეთეს მიგდება უფალი. ეხლა თუ არ დაიჯერებთ, თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემ ცნებებს, თუ არა ჩააგდებთ ჩემ წესებს და თუ ისე შეიძულებთ ჩემ სამართალს, რომ არ შეასრულებთ არც ერთ ჩემ ცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ ამგვარად მოგექცევით. მოგივლენ შიშს, ზარს, ჭლექს და ცხლოებას, თვალის დამავსებელს და სული შემაყუნებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეჭამენ. პირს ვიზამ თქვენსკენ და დავმარცხდებით თქვენ მტრებს, გაგიპატრონდებიან თქვენი მოსისხლენი, გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, ამის შემდეგ მაინც 7 გზის მოგიმატებ თქვენი სასჯელს თქვენი ცხოვრებისათვის. გავტეხავ თქვენი სიჯუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენ სას, სპილენძად თქვენ მიწას. ფუჭად დაილევა თქვენი ძაღლონე, არ მოგცემ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები თავის ნაყოფს. მიწა წინამდებობას ვნახეთ, თუ კიდევ გამიწეთ წინამდებობას და არ მოისურვებ ჩემ გულისნებას, 7 გზის დაგცხებ თქვენი ცხოვრებისათვის. მოგისევთ გარეულ ხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს. ხომ არ გეცნობთ დღევანდელი სიტუაცია?
მოგისევთ გარეული ხესებს და გაგიწყობენ შვილებს, გაგიწყობენ საქონელს, თქვენს დაგლებენ და დაცარიელდება თქვენი გზები. თუ ამითაც არ ისწავლი ჭკუას და კიდევ გამეცეთ წინააღმდეგობას, მეც წამოვა თქვენ წინააღმდეგ და შვილს იქ დაგწყობ თქვენი სოფლებისათვის. მოვავლენ თქვენზე და შურისგებელ მახვილს აღქმის შურისგებელ და თქვენ შეიხვედებით თქვენ ქალაქებში ჭირშეკრი და მტრის ხელში წარსულდებით, როცა გაგიწყებთ პურის სახსას, 10 დედაკაცი ერთ თუნეში დაიწყებს თქვენი პურის სხობას, წონით გამოგიგზავნიან თქვენ პურს, შეჭამ და ვერ გაძღებით, თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და მაინც გავიწევთ წინააღმდეგობას, მეც გამოვა თქვენ წინააღმდეგ რისხვი და შვილის დაგსხი დაგჯი თქვენი სოფლებისათვის, თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულებიც ხორცს შეჭამთ. ეს არის საშინელი წინასწარმეტყველება, რომელიც აუხდათ იუდეველებს ელისე წინასწარმეტყველის დროს და რომელიც აუხდათ იუდეველებს მას შემდეგაც უფალი ჯვარზე გააკრეს და რომელებ მალხაში მოიქციეს ებრაელები. წაიკითხეთ ძველი აქტი, რა მოხდა ელისე წინასწარმეტყველის დროს. აქავს ყავდა შვილი იორამ. ეს აქავ იყო უკიდურესად გარკვეული კაცი, საშინელი კერტაყვანისებრი, უცხოტომელი წული ყავდა იეზაბელი, კერტაყვანისებრები და გაავსო კერტაყვანისებრები და უკუღმართობი და გარკვეულები მთელი ისრაელი. შემოერტყნენ ქალაქს, ალყა დაარტყეს მტრებმა და გალავანზე დადიოდა ეს მეფე იორამი. ქალი მოვიდა და უთხრა მიშველი ბატონო და რა გიშველი ერთი ხო არა, რა შემიძლია ხედავ რა სიტუაცია. მიშველი ბატონო მე და ერთ ქალს შვილი შეგვეძინაო და იმ ქალმა მითხრა რომ მოდი ჯერ შენი შვილი შევჭამოთ და მე ჩემი შვილი შევჭამოთ. როქშიოდო შევჭამე ჩვენი შვილი და მე იმან აღარ შემაჭმევია თავის შვილი და დაიხია მეფემ ტანისამოსი. აი ესე აუხდათ ებრაელებს ეს საშინელი, როცა აიკითხოდა. ასევე მოხდა, როცა რომელებმა შემოარტყეს ალყა 60 წლების ბოლოს იუდეას, იერუსალიმს, საკუთარ შვილებს შეამდგენქავდა. აი ნახეთ რასაც უფალი. გავაუბედურებ თქვენ ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენ საწმიდანებს. აღარ ვიღნოსავ თქვენგან ნაკნებ კეთილსურვილებას. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. მიმოგვარდავთ ხალხებში, ხო არ გეცნობათ. და გაშიშვლებული მახვილს დაგადევნებთ, დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქი. ადით ეხლა მთაში რა სიტუაცია დაცულია მთელთან. მაშინ ამოიგე. დანარჩენებს გულს გაგილაშებთ მტრების ქვეყანაში, გაფრენილი ფოთლის ხაზზე შეგაშინებთ და გაიქცევთ თითქოს მახვილის გაუყოდეთ. დაეცემოთ დევალი კი არავინ იქნება. წაიფორხელებენ ერთმანეთს თითქოს მახვილის გაუყოდეთ. დევალი კი არავინ იქნება. ღონი აღარ გეყოფათ მტრებს აუდგეთ. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა. დანარჩენები დაივლებიან თქვენი სოფლების გამო მტრების ქვეყანაში. თქვენი მამაპაპის ცოდვების გამოც დაილებთ. აი ეს არის საშინელი უფლის წინასწარმეტყველება იმ შემთხვევაში თუ არ დაუჯერებენ ადამიანები ღმერთს და ერი ღმერთს. წერია უფალმა ძალიერსათვის მოსეს არის უფალმა ნაკურთხოს ერთვის მშვიდობა. ანუ ძალა და მშვიდობა მისცეს თავის ერს, ვინც მას უჯერებს. უშინავს თქვი დღესაც ვინც მეორე წმინდესი ამას უამბობს, ჩვენ ძალა ჩვენ მშვიდობას, მაგრამ არ მინდა რომ ვთისერებ. ამაში აი ადამიანი საჭირო წმინდა არა ამ სიტყვას რო ისმენს. ესე ფიქრობს რა ხებაში მასალა. ჩვენ კი ვლაპარაკობთ ვერტი ლაპარაკობს. ბიბლია ლაპარაკობს წმინდა წერილი. და უფალი ამბობს რომ სადა ქვეყანა გადაევლი ჩემი სიტყვები არ გადაევლია. ამაში მთელი უბედურება ჩვენს მიერ ჩვენი სულების გამო. აი ნახეთ ახლა მეორე შუქში როგორი მეორებს უფალი ამას ყველაფერს. ეს უკვე სხვა ის იყოლებიანი ეს არის მეორე შუქი. ერთხელ კიდევ მეორებს. თუ გაიგონებ უფლის შენი ღმერთის სიტყვას დაიცავდა შეასრულებ ყველა ანდერს რომელსაც დღეს გიცხადებ. ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვავს უფალი შენი ღმერთი. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა როცა გაიგონებ უფლის შენი ღმერთის სიტყვას.
კურთხეულის მხარ ქალაქად და კურთხეულის მხარ ველად. კურთხეულიც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი სამონის ნაყოფი, შენი ნახილის მომაშენი და ფარის ნამატი. კურთხეულიც არის შენი კალათი და შენი ვარცხლი, კურთხეულის მხარ შეცვლისას და კურთხეულ მხარ გასვლისას. დაამხობს უფალი შენ სინაშე, შენ სტრებს, შენ სინამდვილეს ერთი გზით წამოვიდა შესკენ და 7 გზით გაიქცევია შენგან. მოგაფერს უფალი კურთხევა შენ მეგლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს, გააკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი შენი ღმერთი, დაგსვავს უფალი წმინდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის და დაიცა უფლის შენი ღმერთის მცნებას და ივლიმის გზებზე. დაინახავს ყველა ქვეყნის ხალხი, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული და შეეშინდება შენი. გაგაუხებს უფალი სასიკეთო შენი მუცლის ნაყოფში, შენი სამონის ნაყოფში, შენი მიწის ნაყოფში, იმ მიწაზე, რომელიც აღუდგა შენ მამაპაპა შენთვის მოსაცემად. გააგიღებს უფალი თავის მარტიან სამჯერს სას, რომ მოსცეს მიწასვლა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშევარი ბევრ ხალხს მისცემს სესხს, თავად კი არავისგან ისესხება. თავი გახდებ უფლის ხელობით არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, როცა შეისმენ უფლის შენი ღმერთის მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღეს რომ დაიცვა და შეასრულო. არ გადაუხო არც სიტყვას, არც ერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არია რომ უფლის არია რომ უკეთურობის გზაზე თუ არ გაიგონებ უფლის შენი ღმერთი, ახლა ნახეთ რა წერას ამბობს. თუ არ გაიგონებ შენი ღმერთის სიტყვას, თუ არ გაიგონებ უფლის შენი ღმერთის სიტყვას და არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელსაც გიცხადებ დღეს შენ, გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა. აი ახლა მოდის ძალიან საშინელი სიტყვები, ძალიან მძიმეა მოსაცემად ეს, მაგრამ ეს იგი ჩვენთვის დაიწერა, რომ ჩვენ გავფრთხილდეთ, რომ ჩვენ ვიყოთ ისე როგორც ღმერთს უნდა, რომ ის საშინელი მოროტება, რომელიც აქ წერია, განსაცდელები და ის საშინელი ცუდი რამები, რომ არ გვეწევს, ვაფრთხილდებს ამას უკან. ძალიან ძნელია, კიდე გეუბნებით, სანამ წავიკითხავ, გავფრთხილებ, მაგრამ მე ვალდებული ვარ, რომ წავიკითხო. სასულო პირი ვარ და ვალდებული ვარ ბიბლია ხალხს უთხრა. აი ნახეთ რა წერია. წყეული მსხარ ქალაქად მაშინ და წყეული მსხარ ველად. წყეული იყო შენი კალათი და შენი ვარცხლი. წყეული იყო შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი, შენი ნახილის მონაშენი და შენი ფარის ნამატი. წყეული მსხარ შეცვლისას და წყეული მსხარ გამოსვლისას. თუ არ დამიჯერება ბიბლია ეს. ეს არის საშინელი სიტყვა. აი ამაშია ჩვენი ხალხი, ჩვენ ხალხს ამის მენა არა აქვს, რომ მიხვდეს რა საშინელება ღმერთის წინააღმდეგ ურჩევა. მოგივლეს უფალი წყევლას, ფეთებას, შეჩვენებას, შენი ხელის ყოველ ნამუშევრებში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ განადგურდები, ვიდრე მალე არ დაიღუპები, შენი ბოროტის საქმეების დაცვის, იმისთვის რომ მიმატყობე, მოგაწედებს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გადაგაშენებს იმ ქვეყნიდან, რომლის დასაყრდენლადაც მოსულხარ. მოგწყობს უფალი ჭლექი, ციებს ხელებით, ანთებით, ხურვებით, ყვალებით, ხორშაკით და სიკვდილით დაგიწყებენ დევნას, ვიდრე არ დაიღუპები. სპილენძად გექცევა თავზე ცადა მიწა, რკინად ფერფლეში. ტრადაქცევს უფალი შენი ქვეყნის წვიმას და ნაცარი დაგეყრება თავზე, ვიდრე საბოლოოდ განადგურდებოდე. დაგამხობს უფალი შემოტრების წინაშე. ერთი გზით წახვალ მისკენ და 7 გზით გაექცევ იმას. საფრთხობელად იქცევია ამ ქვეყნის ყველა სამეფოსათვის. შენი გვამიც ის ფრინველთა და მიწის მხედრთა საჯიჯგინი გამდება და რა იქნება მომგერიებელი. მოგწყობს უფალი ეგვიპტური ყვავილით, ბუგრით, მუნით, ქეცით, რომლისაგანაც არ იქნება გამკურნება. მოგწყობს უფალი სიგიჟით, სიბრმავით, შეშინობით, ხელის ცეცებით ივლის შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბრმელეში, ვერსად გაიგნებ გზას, იქნები დათვლილი და დაწოქებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე. ქალს დანიშნავ და სხვა დაწვება მასთან. სახლს ააშენებ და ვერ იცხოვრებ მაშინ. ვენახს ჩაყრი და ვერ მოისვრი, შენი ხალი დაგულია შენ თვალწინ და ვერ ჭამ. სახედარი მოკტესეს და აღარ შენთან, შენი ცხვარი შენ მტრებს ჩაუვარდა თხელში და არავინ ხავს შემწე. ნიშანგობლივია, რამოდენიმე მილიონი ცხვარი ყავდა საქართველოს. დღეს ალბათ 10,000 წარი იქნება. შენი მიწის ნაყოფს და შენი ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ. ტანჯულ წამებული იქნები მთელი სიცოცხლე. ჭკუაზე შეკშენ სანახაობა შენ თვალწინ, რასაც დაინახავ.
დაგიწყვილებს უფალი მუხლებს და წვიებს განსაკუთრებულად განუკურნებად კეთიდან დღემამდე წაგიყვანთ უფალი შენ და შენ ხალხს იმ ხალხთან რომელსაც არ იცნობდა და არც შენი მამაპაპა იცნობდა და დაუწყებ იქ მათ მსახურებას საფრთხობელად თითის საჩვენებლად და სამასლოდ შეიქმნები ყველა ხალხში სადაც კი გაწაგიყვანს უფალი ბევრ თეთრს გაიტანე ყანაში მაგრამ ცოტას მოიყვი რადგან კალია გააჩანაგებს ვენახებ ჟანრი და დამუშავებ მაგრამ ღვინოს ვერ დალევ ვერც კი გაკრებ რადგან ჭია შეჭამს ზეთის ხილი გექნება მთელ შენ მიწაწყალზე მაგრამ ზეთით ვერ გაიპოხები რადგან დაცვივა ნაყოფი ვაჟებს და ასულებს გააჩენ მაგრამ არ შეგრჩებიან რადგან ტყვეობაში წავდნენ მთელ შენ ხეებს და მიწისნაყოფს კალია დაეპატრონება გმური რომელიც შენ კარზე ცხოვრობს შენზე მაღლა იწევა შენ ის დაბლა დაეშვები ის სესხს მოგწევს შენ კი ვერ ასესხებ მას ის თავი იქნება შენ კი რამდენი მილიარდი აქვს საქართველოს სახელმწიფო გაიხსნა გადმოვა შენზე ყველა ეს ხევა დაგედევნება და გეწევა ვიზრიან განადგურდები რადგან არ გაიგონე უფლის შენი ღმერთის სიტყვა არ დაიცავ მისი მცნეები და წესები რომელიც გამოგიცხადა იქნება შენთვის და შენი შთამომავლისათვის ნიშად და სასალმად უყურისამდე იმისთვის რომ არ ემსახურებოდი უფალს შენ ღმერთს სიხარულითა და კეთილი გულით როცა დოლმაში იყავ დაუწყებ სამსახურს შენ მტრებს რომელთაც მოგისცემს უფალი შიმშილს სიმწყურვალეში სიშიშვლეში და ყოველგვარ გასაჭირში დაგადგამს ქეთზე რკინის უხელს რომ საბოლოოდ გაგანადგუროს დაძრავს უფალი ხალხს შენ წინამდე შორეთიდან ქვეყნის კიდიდან არწივით მოფრინდება ხალხი რომლის ენას ვერ გაიგებ მოძალადე ხალხი რომელიც მოხუც პატივს არ ასებს და ყმაწვილს არ იმრალებს დაუწყებს ჭამას შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს და საბოლოოდ გაგაჭანაგებს არ დაგიტოვებს არც ფულს არც ღვინოს არც ზეთს არც საქონლის მონაშენს და არც ხრის ნამაცურს საბოლოოდ გაგანადგუროს ალყაში მოგაწევს მთელ შენ მიწაწყალზე ყველგან ვიდრე არ დაგექცევა მთელ შენ ქვეყანაში მაღალი და მაგარი კედლები რომელთა იმედიც გაქვს ალყაში მოგაწევს მთელ შენ მიწაწყალზე შენს ქვეყანაში რომელიც მოგზაურობა ღმერთმა შენმა შექმნის უფალი გაუგონარ სადგურებს შენ და შენ შთამომავლობას ძნელ და უკუნებელ სადგურებს მძიმე და უკუნებელ სნეულებებს შენზე მოაბრუნებს ეგვიპტის ყველა სნეულებას რომელსაც გეშინო და მოგეწევიან ყველა ავადმყოფას ყველა სადგურს რომელიც არ არის ჩაწერილი ამ ჯულის სიგში მოუნეს უფალი შენზე რომ საბოლოოდ განადგურდე მცირედ მიღა დარჩებით ნაცვლად იმისა რომ ცის ვასრულებით უთვალავი ყოფილიყავ რადგან არ გაიგონე უფლის შენი ღმერთის როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს თქვენზე, როცა მოგწმობთ და გაგანადგურებთ, აღმოიხურებით იმ მიწიდან, რომლის დასამართლებლადაც მოხვედი. გაგმანდათ უფალი ყველა ხალხში, ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არ არის ესე? დაუწყებ იქ სამსახურს, უცხო ხალხს, ვერ იქნებ შვებას იმ ხალხში და არ გეკნება შესვენება შენ ფერხებს, არ ეკნება. გარგუნებს უფალი მხტალბულს, დავსებებ თვალებს და მწუხარე სულს. ბეწვს ეკიდება შენი სიცოცხლე შიში იქნები დღისი და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო, დილით იტყვი ნეტავი საღამო იყოს, საღამოთ იტყვი ნეტავ დილა იყოს იმ შიშის გამო, რითაც ხალხს ეკეთება გული და იმ სანახავს გამო, რასაც დაინახავს. რასაც დაინახა. ეს არის ეს საოცარი სიტყვები. ეს სიტყვები არ არის კაცის. ეს სიტყვები არ არის ადამიანის, ეს სიტყვები ღვთის არის ჩვენ და ამას ვიგრძნობ. ეს უნდა ჩვენ დავინახოთ, გავიგოთ, რომ აქვსივდეს ჩვენ ეს სიტყვები. კლდეზე რომ ვარდებოდე, კლდეზე და ვიღაცა მოვიდეს და გითხრას რომ შვილო, აგერ კლდე არის და ნუ გადავარდები ამაზე. დაიქცევი, დაიყვები და დაილეწები. იმ კაცს გინება უნდა დაუწყო და იმ კაცს გინება უნდა დაუწყო. რას ქვია შენ ამას მეუბნებიო? რას მისულებ? კი არ მისულებ, ნუ გადავარდები. წინ კლდი არის, გამოდი სხვა გზით წავიდოს. ამაშია საქმე. ეხლა შეიძლება ადამიანები დამკვდენ და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ამას ესე აქეთ ლანძღვას დაიწყებს და შემოედავება, გამოშეედავე, გამოშეკჩეს. რომ ნახე, რას ლაპარაკობს? ჩვენსაც არაფერს ლაპარაკობ. რაც არის წმინდა წერილში და ბიბლიაში იმას რომ ღვთის სიტყვას გამცდილებ თქვენ. იმიტომ რომ უფალი ამბობს, ასე უნება სამდელოებას. შენ უნდა დაინახავ მოდის საფრთხე. აყვირდი
და თუ შენ არ აკვირდებია, მაშინ დაუნდობი ადამიანის სულს შენ კისრიდან ამოვიღებ, რომ ის რო დაიმოყვა და შენ თუ ვიტყვიო, მაშინ შენ ამას არიყვი და იმას მოგწო პასუხს. ჩვენი ვალია ის, რომ თქვენ გითხრათ. ბიბლია იმისთვის კი არ დაიწერა, რომ მაგიდაზე იყოს და თაროზე, ჩვენ რო ვიკითხოთ და ვიცოდეთ რა პრობლემის. აჰა მოვარდა დევნობა და უცებ წაიყვანა ის ხალხი. რა, უფალი ამბობს, რა გონია თქვენ? ის ხალხი ჩვენზე მეტი ცოდნილი იყო. ის ხალხი ბავშვები იყვნენ და უპატიოსნესი ხალხი. ჩვენ დავისაჯეთ. რას ამბობს ქრისტე? თქვენ გონია თქვენზე მეტი ცოდნილები იყვნენ, ნუ მეცადეთ თავში ასე. არა. ამინ გეტყვით თქვენ, თუ არ შეგიძლიათ, მაგაზე უვალესად დაიჭირეთ თქვენს უბრალოდ. ამაში ეს არის. ამიტომ ვისაც ყური აქვს, მენა გესმოდეს უფალი ამბობს, რა ყური ყველას არ აქვს, მაგრამ ყურებზე კი არ ამბობს, ყურის ყურზე ამბობს. გაიგონე ეს და ნუ გძინავს, ადექი. განიფრთხილე. რა საშინელი საფრთხე გელოდება წინ, თუ უფალი არ დაგიშვი. თუ ცოდვას არ მიატოვებ და თუ უფალს შეევედრები, რომ შენ უფალმა გაპატიოს და ამიტომ აი ჩვენი ვალია რომ თქვენ ეს გითხრათ. ძიმე ის მოსასმენად რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენი ვალია ის ჩვენამდე მომიტანოთ. ხალხი ბიბლიას არ იკითხულობს. სამწუხაროდ ბევრი და მოძღვრის მოვალეობა ბიბლიის სიტყვები ხალხს ამსრობს. ეს მისი ვალია. რას ამბობს უფალი? ღვთელო თუ შენ წიგნს მოიშორებ, ანუ არ წაიკითხა გარეთ ხალხს, მაშინ მე შემდგომი და მოგიშორებ. აი ეს არის, ამიტომ აი ეს ჩვენი ხორციელი აზროვნების შედეგია, რომ ჩვენ ასეთი განწყობილებით ვართ. მორწმუნე ადამიანს მადლობას იტყვის, რომ აი დიდებულობას რომ გავთხილდი და მე ცუც აღარ გავაკეთებ და მოვთიავდი. ერთი ადამიანი დელთან მივიდა და თავის ოდები ძალიან ძიმე ცუდობა მოგვერთ. თორემ რა უშავს ამაში, მაგიში უბრალოდ კარგად იქნება. და არ დასაჯა. ძალიან მცირე რაღაცაა. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს კაცი გარდაიცვალა. ეს ისტორიაში შედი. და მესამე დღეს გამოუცხადა და რა მეკენი მაგალ დამკვიდრა. და რატო? როგორ რატო უგაცო შენ გას დამაკენია ყველას საშენი ახლა იქ შენ მაგის უბრალოდ. და საშინელობაში ვარ. მაშინ მივთეს და გამომხის და დაწყვეტეს ის შემოსაქმედელებში და რევს უბრძანა. ვინც კი შემოყვა შენ ეკლესიაში ფეხი დამალდებს კაცი მოგადა. ნუ შეასრულა იყო რევმა შეასრულა სოფლდება და ფეხი დააგეს და რო იხილა უფალმა მისი ესეთი თავდაბლობა იმას იკავპატია. ამაში ესეთი ისააკასური ცხოვრება წაიკითხავთ, ეს არის უდესმინა მამა. ისააკასური ერთი წმინდა მამა დაიჭირეს ჩასვლის ციხეში, ძალიან დიდი წმინდა მამა მსოფლიოში ცნობილი. დააბრალეს ცხრის მოპარვა, წყემსი. ცხრის მოპარვა დააბრალეს. და ამას არ მოუპარია ეს. არ მოუპარია, ფერში არ იყოს დამნაშავე. და რო ჩაშდა ციხეში ახალგაზრდა იყო, მაშინ დაიწყო ტრტვინმა, მეგო ვერთო რა დავაშევი რა ეს რა სამართალია ეს ყველ დამიშავდა და ჩამწვეს ციხეში აგერ გამაბრალეს კიდევ რაღაცეები და იქაც ციხეში რამოდენიმე ადამიანი იყო ესეთი რომელსაც ეგონა თუ არაფერს გულისხმის ისე ზეურის დაშავებული არ ჩაუდენია თვისთვისაც დაიჭირეს და ტრუტვინავდნენ ისინი და აი ერთი სიტაში თავის პრეტენზიას აცხადებდნენ და აი ამ წმინდა მამას რომელიც მე ძალიან დიდი წმინდა მამა გახდა გამოეცხადა ანგელოზს და უთხრა რატო ტრუტვინავ შენ რო ვიზახი არაფერ დამიშავია გადახედე შენ ცხოვრებას ნახე რამდენი სოლებია ჩადენილი აი ზუსტად იმან გამოიშევია და გამოფხიზდა ეს ხილვარი ნახა დაუზახა თავის თანაბატიმნებს და უთხრა ესენი გამეხილვა ნახე ესენი მაგებს და დაფიქრდნენ ესენი დაიწყეს გაანალიზეს ეს თავის ცხოვრება და მე ყველა მაგიარ ნამდვილად მიჟების მისეულად და ისე ცოტა და ჩადენილი ამიტომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, სოდვის საზღაური არის სიკვდილი. სიკვდილია სოდვის საზღაური და გამოსავალი აქედან არის მხოლოდ სინამდვილე. დაჯერება წმინდა წერილის, ღვთის სიტყვის
და სინანული. ამიტომ ღმერთმა სინანული მისცეს ჩვენ ხალხს. და არა ურჩება თავისი მწყემსავლის და პატრიარქის. ღმერთმა ინდებს მთელი ერი მოვიდეს დედა ეკლესიაში. ერთგული გახდეს დედა ეკლესიის, დაუჯეროს თავის პატრიარქს, თავის მწყემსავლის. ის სიტყვა კი არ არის საშინელი ჩვენ რომ გეუბნებით. ის სოდვებია საჯინელი, რომელსაც ჩვენი ხალხი ჩავდის, ჩვენ რომელსაც ჩავდით ყველა ერთი. მეტი რაღა იქნება, მე მინდა გითხრა ერთი ასეთი საოცარი მაგალითი. რა გონია თქვენ? დავით წინასწარმეტყველი იყო ესე ძალიან დიდი მეფე. ცოდვა ჩაიდინა და აი ამ ცოდვის გამო ღმერთი გამოეცხადა და ძალიან მძიმე სასჯელი მიცა. სამოქალაქი მოხდა ისრაელში და ერთმანეთი დახოცეს ებრაელებმა. აი ამ საშინელი ცოდვის გამო. რამდენი უდანაშაულო ხალხი დაიღუპა აი ამ ცოდვის გამო. აი ამ ცოდვის გამო. იმ ხალხს კი არ გავჩაუდენია შუქი, მეფემ ჩაიდინა, მაგრამ მართველი წრის გამო ამდენი ხალხი დაისაჯა. დავით წინასწარმეტყველმა მეორე შემთხვევა კი ასე გამოაცხადა ის რა ქვია აღწერა ყველაში. ეს სულაც ითვლებოდა ღმერთს აკრძალულიყო. აღწერეს ალბათმა ეუბნებოდნენ რომ გააკეთებ ამას ღმერთს. არ გვაძლევს ღმერთი ამის ნებას, ამან მაინც გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, იმიტომ რომ რამეთქონას კაცი რომელიც ყოფდეს და არა სულს ეს იყო მის დაცემა. და თუ კი დავითი შესდა ჩვენ ვუწევით ყოველდღე რა გასაკვირია და რატო ვარყოფ თამაში და რატო სინაგოგაში არ მოვდივარ. დავითი რომ დაეცა თქვა მიწყალემდე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და ბრავლით მოწყალებით ახოცე უშუალება ჩემიო. შეინანა იმან ჩვენ ვეცემით ყოველდღე ყოველ წუთში და იმას კი არ ვამბობთ მაპატია ღმერთო აქეთ პირიქით განვიდექოთ ეკლესიას უძრუნველობა უნდა ეცემოთ. აი რამდენად უარი სულებში და მან მაინც აღაწერია და იმის გამო რომ მან ეს ღვთისნება დაარღვია ანგელოსმა 77,000 კაცი გაწყვიტა ისრაელში. წაიკითხეთ ბიბლია და დავითმა იმ თაზე იყო რომელსაც მე ორნია იერუსალიმის კალოზე მორიას თაზე სადაც მე ის ტაძარი აშენდა სოლომონის ტაძარი იმ ადგილზე აშენეს. გაიხედა დაჭოკებმა დაინახა რომ ანგელოზი დგას მახვინებში რაცაში აშენდა და დავარდა დავით უთრო მე დავაშოვე უფალო ხალხს მოგიკითხო მათ შეებრალე მე მომგანი და უფალმა უგზავნა ანგელოზს და შეწყვიტა იმან ხალხის ჟლეტო. აი რა საშინელი შედეგები მოთებს როცა ქვეყნის მართველი და მართველობა წოდავს. ამიტომ ჩვენ უნდა ძალიან ხიზლად ვიყოთ, ძალიან უნდა შევიკავოთ სოლის თავი. მეტი რა იქნება კაცო? მეტი რა იქნება ხა? მართველი ჯგუფის წევრი კანონმდებელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი პატიოსნებას სიბნელეს დაარქვევს და უკანასკნელ ზნედაცემულობას განათლებას დაარქვევს. ჩვენ კიდე კარგად ვართ. თქვენ ყველა ნახეთ ის გადაცემა ხო? რო დაიკავა ეს ბოდიში და ჰომოსექსუალისტების დროშა და თქვა ვისაც არ უნდა ჰომოსექსუალისტობა და ერთსქესიანი ქორწინება ისო ბნელია და ის კაცი არის პარლამენტის წევრი ამ დროს და ვისაც უნდა ისო რა ქვია ჰომოსექსუალისტობა და გარყვნებო ისო განათლებულებაცია რა უნდა ელაპარაკო ასეთი ადამიანი როგორ ყოლება კანონმდებელი ხელისუფლებაში კიდე როგორ ავარ ჩვენ ქართველები ცოცხლებს ამაშია თეორიული კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ცოდვათა შორის ყველაზე გამამწარებელი და ყველაზე გათახსირებული ცოდვა რომლის გულისთვისაც უფალმა წარუნა ქვეყანა და სოციალური დაცვა უბილწესი ცოდვა და ამის პროპაგანდას ახდენს მართველი წევრებიც როგორ ავართ კიდე ამ პრობლემაზე ჩვენ ორგანიზაცია შექმნეს იდენტობა გაუხსნეს ხელები ყველანაირ გათახსირებას კანონები მიიღეს ისეთი ხმას ვერ გასცემ რამე რომ შეიძლება აქეთ მოგთხოვოს და ჩვენ კიდე გვიგვრის რომ ესეთი რამე ხდება საქართველოში. ამიტომ გამოვფრინდეთ, მოვტრიალდეთ. ჩავდგეთ სარწმუნოებაში, ჩავდგეთ პატიოსნებაში, წესიერებაში. ვაი მას ვინც იტყვის, ბოროტს კეთილად და კეთილს ბოროტად. ამბობს უფალი. რა უფლის სიტყვები შეიცვლება? უფალი ამბობს რომ როგორც ვიყავი გუში, ისე ვარ დღეს და ისე ვიქნები ხოლმე ქრისტე გუში დღეს და ხოლმე და იგივე. აბსოლუტურად.
ამიტომ სადაქვეყნა გადაივლიან და უფლისიტყვები არ გადაივლიან. ამიტომ მე თვითონ ჩვენი ხალხი მოტრიალდეს, ჩადგეს სარწმუნოებაში, ჩადგეს ჩვენ ღვთისმშობლისიტყვები ქართველი ეროვნ. ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის პატრიოტიზმი, ვაჟკაცობა, ადამიანობა და თავგანწირვა მოყვასისათვის. ვის უთქვია კიდე სხვას, რომელ ქვეყანას ხალხს მოყარე მოყვისათვის თავი ჭირს აღდამრიდან, გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად დახიდათო. ვის უთქვია რომელ ქვეყანას? ვის შეუჩვენებია კიდე გარყვნილება და გადახსილება ისე როგორც ქართულმა კაცმა მძულს უგულო სიყვარული ხვევნა მკოცდა მტლაშა მტლუში და ოდეს ვარდი გაიერთეს აღარაღის არცა ჩირად და რა ხდება დღეს ქვეყანაში გამოდიან და სახალხო და სიბილწეს აკეთებენ და თუ რამეს ეთქვი შენ მაშინ შენ ახლა თამაში ვის უფლებებს აუღებ რა ვის უფლება გარყვნილების და გადახსილების უფლება რა ქვია ამას სახალხო დამწველი მის მაგივრად დაიცვას ერი გარყვნილებისგან დღეს გამოდის და იზახის რომ ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების კანონები რა შეიძლება უნდა დავაჩქაროთ და მისმა ბოსებმა კიდეც მიიღეს ამერიკის უზენაესმა სასამართლო თელ ამერიკაში დააკანონა პიდარასობა და ერთსქესიანი ქორწინება ეს გვინდა ჩვენ ქართველებს აი მიკოვიშებით და ამაზე უარეს იქნება თუ თქვაზე არ მოვართ აი ამაშია საქმე მე თვითონ გაგაზრდიეროთ დედა ეკლესიაში მოიყვანოს უფრო ჩვენი ხალხი თავისი პატრიარქის ერთგული გახდეს თავისი პატრიარქის დამჯერე გახდეს ილია მეურის მე გუშინ მოგიხებით რაელის იმ ადამიანს იმ საზოგადოებას რომელიც თავის პატრიარქს აკრიტიკებს და ოპოზიციას უქმნის ასეთი ხალხის იმაში უბრალოდ მიწა გაყო ცოცხლად ჩატარა და მიწა შეგროვდა ამიტომ დრო არის გულწრფელობთ მე თქვა დაგლოცოთ გაგაზრიეროთ და ის სიტყვები რომელიც აქ წავიკითხეთ ეს ღვთის სიტყვებია და ყურად უნდა ვიყოთ ეს როგორც უფალი ამბობს ვისაც ყური აქვს ისმინეთ რომ ამ საშინელ სიტყვებს გადავრჩეთ უნდა მოუტრიალდეთ უფლისკენ თორე როგორც მინდა წერილი ამბობს და როგორც პავლე მოციქული იმეორებს უფალი ცეცხლი არის შემჭმელი აი ესე ამბობს პავლე მოციქული ძველი აღთქმის სიტყვებს იმეორებს მე თქვა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ გაიხარეთ ჩვენ